ვებერ ინტერნეტ სივრცეში. 18 ოქტომბერს რუსთავობის დღესასწაულთან ერთად რუსთავმა მარნეულის სასურსათო ქარხნის წნილისა და მურაბის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის სტუმრებმა და ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. წნილისა და მურაბის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო წნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს მარნეულის სასურსათო ქარხნის უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული წნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა მოძახილმა გახსნა. მოსული სტუმრები კი ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმა გაართეს. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი ტრადიციულად დედაქალაქში თბილისობის დღესასწაულზე დასრულდება. მე ყვაყოფილიყო დღევანდელი დღით, რატომღაც რუსთავობა ასეთი კარგი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს მარნეულის პროდუქტის შესანიშნავი გემოსია. მე გავსიჯი აქედან რამოდენიმე მურაბა და ჯემი, რომელიც შესანიშნავია, გავსიჯი კიდევ ჩაი და ძალიან კარგია. აგერ თეატრია და ეს ყველაფერი ძალიან მხიარულია ჩვენთვის. ჩვენი რეგიონალური ღონისძიება წნილისა და მურაბის ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ეს არის ბოლო დიდი ქალაქი რუსთავი, სადაც ვართ წარმოდგენილები. მოწყობილი გვაქვს წნილის და მურაბის კუთხეები. ნებისმიერ მსურველს, რუსთაველებს საშუალება აქვს მოვიდნენ და დააგემოვნონ წილი და მურაბა, ასევე მარნეულის სასურსათო ქარხნის 100%-ით ქართული და ნატურალური პროდუქტები. მომავალ შაბათ-კვირას წარმოდგენილები ვიქნებით თბილისში და აღნიშნული ფესტივალის წლევანდელი 2014-ის დახურვა მოხდება ზუსტად თბილისობის დღესასწაულზე. მარნეულის სასურსათო ქარხანა უკვე ტრადიციულ მურაბის და წნილის ფესტივალს მართავს ქალაქ რუსთავში. დავამტყვეთ რუსთავ ქალაქობას. გვინდა წარმოვაჩინოთ ქართული პროდუქცია, თუ რა მზადდება საქართველოში, ხაზი გაუსვათ იმ ტრადიციებს და იმ რეცეპტურას, როგორც მზადდება ჩვენი პროდუქტი, ვაჩუქოთ ლამაზი დღე, როგორც ჩვენს მომხმარებელს, ასევე ჩვენს პატარა მომხმარებლებს. iPhone Plus-ი. აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.